აღფრთოვანებული ვარ შენი სიმამაცით. ჩემს სახლში შემოვარდი. დრო და დრო საჭიროა მოკითხვა. არ მახსენდება ოდესმე თუ გკითხულობდი. მაგრამ ხალხს ხომ აგზავნიდი? სინანს. ამიტომაც ვიფიქრე. ის ხომ შენი ვაჟია. გადავწყვიტე თავაზიანობაზე პასუხი გამეცა. ძალიან ხშირად გვესტუმრები? არა მგონია რომ ასე ხშირად მინდა შენი ნახვა. თანაც სინანს ეს არ გაუკეთებია. საიდან იცი რომ ის კაცი არ იტყუება? საერთოდ უცნობი კაცია. ჯანან, იმდენად ჭკვიანი ხალი ხარ რომ ასე იტყუები. მადლობა კომპლიმენტისთვის. მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია. ასეთი რაღაც გაკეთება რომ დომოდა ახლა უკვე მკვდარი იქნებოდი. არც ერთ საქმეს შუაში არ ვაჩერებ. ისე როგორც ჩემს დას, მას მოეკეცით? ეს შენი სიჯიუტე, რომ არაფერი გჯერა. მომისმინე. შენ მადამ, ნასმა ყველა შეგვარცხვინა და წავიდა, განსაკუთრებით ჩემი ვაჟი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. ტყუილია. 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 ასეთი სტუმრობა საერთოდ არ მომწონს. შეგიძლია წახვიდე. თხოვ. კარგი. მაშინ როცა ჩემს დას ნას დამიბრუნებთ. ან ცოცხალს ან მკვდარს. შენ ბოლო ადამიანი ხარ ვისი ნახვაც მსურს. კიდევ. ბოლო ადამიანი ვისი ნახვაც მომინდება. რა ვქნა? გეყოფა სინან, თავი მტკივა უკვე. დედა, მომისმინე გთხოვ. თუ ხდები საერთოდ შენ ძმას რა შეიძლებოდა მოსლოდა? აზიზ შეეძლო ის მოეკლა. ჭკუიდან შევიშლები. რის გაკეთებას ცდილობდი შენი პატარა ტვინით? რა უნდა გამეკეთებინა? რა უნდა გამეკეთებინა? უნდა დაულოდებოდი როგორ მოვიდოდა და მოკლავდა ჩემს ძმას. რაც გავაკეთე, ყველაფერი ჩემი ძმისთვის. გასაგებია? თუ კიდევ პატარა შეცდომას დაუშვებ, გაგანადგურებ სინან. დაუფიქრებლად გაგანადგურებ. ძინავს. აქ დაჯექი. ახლა ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. ყველანაირი შელამაზების გარეშე. რა კამათი იყო ასეთი? ხაზალი რომ ასეთ მდგომარეობაშია. დაწვრილებით მეც არ ვიცი. ფიქრობ რომ სახლის გამო. სახლს რა სჭირს? ყველაფერი ხომ ერთად გააკეთეს. დედა მელექ, ნუ თუ ჰაზალს არ იცნობ. თქვა რომ სახლის რაღაც ნაწილი არ მოეწონა და კენენმა დაუყვირა. ანუ ეს ყველაფერია? როგორც ვიცი ყველაფერია. კენენს დაველაპარაკები. არ გაბედო. ლამაზი არ იქნება. რა არ იქნება ლამაზი? ვერ ხედავ გოგო რა მდგომარეობაშია. არავის არ აქვს იმის უფლება რომ ჩემი ქალიშვილი ასე იყოს. დედა მელექ, კიდე ვერ გაიგე? ხაზალი ასე ცუდად იმიტომ არის რომ შენს და სახლსაც ემშვიდობება. კენენი მხოლოდ მიზეზია.
იმედია რომ ასეა. ასე არ ინერვიულო, კარგი? ახლა მუშტი შეკარე. ღრმად ისუნთქე. გეტკინა? ვერ ვიტყვი რომ კარგი ხელი გაქვს. მაპატიე. ბოდიშს გიხდი. თუ დახმარება დაგჭირდება დაგვირეკე და შეგვატყობინე. მადლობა. აქამდე ეს უკვე გაკეთებული მაქვს შენთვის. ეს ცოტა დაგაწყნარებს. მაპატიე, რაც გითხარი. არა უშავს, შეჩვეული ვარ ასეთ სიტყვებს. არო, ფიქრობ მნიშვნელოვანია. ვიცი როგორიც ხარ. რაღაცა მაინტერესებს. რა? ეს რატომ გააკეთე? უცხო ადამიანისთვის შენ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდი. რატომ? არ ვიცი, ვიფიქრე რომ ასეა საჭირო. ალბათ ინსტინქტია, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრა, რომ განმეორდეს, მაინც ასე მოვიქცევი. მერე რა? უცნაურია. რატომ? რა არის უცნაური? თანაც ვინც არ უნდა იყოს იმას ვიზამ. არა მგონია. საერთოდ ფიქრობდი რომ შენაირები მხოლოდ წიგნებში და ფილმებში არიან. არა, ექიმო, ასეც ნუ აზვიადებ. უბრალო მეთევზე ქენანი ვარ. მეტი არაფერი. კარგი, მეთევზე ქენან. ახლა დაისვენე. დაწექი. მიდი დაწექი. უარს არ გეტყვი. მადლობა. მამა. დედას თუ ეტყვის ბოლო მოგვეღება. არა, ეს უკვე მოვაგვარე. მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბატონ ვურულს გაყვება ცოლად. მამა, რა თქმა უნდა გაყვება. სხვა გამოსავალი არის? თუ დათანხმდება, თუ გაყვება. გამოგვივა, ყველაფერი გამოგვივა. ყველაფერი იმ დღეს მოხდება, როცა ქენანს დაშორდება. ხომ ერთ მაქნას. ბატონო ვურალ, ასე როგორ იქცევით? აქ რატომ მოხვედით? აზალი უნდა ვნახო. არ შეიძლება. შენ უნდა გითხო, როგორ შეიძლება? მომისმინეთ, ბატონო ვურალ. ჩვენ ხომ არ შევთანხმებულ ვართ. ასე როგორ ექცევით აზალს? თქვენ თქვით, რომ უბრალოდ ისადილებდით. ისმინე, დაკითხვას მიწყობ? ხო, დაკითხვას გიწყობთ. როგორც მახსოვს, ეს გეგმაც შენ მოიფიქრე, ბრო. მომისმინეთ. საიდან უნდა მცოდნოდე, რომ ასე მოხდებოდა ყველაფერი? კარგი, მაშინ, აზალს დაუძახებ? თუ სახლში შევიდე. ბატონო ვურალ, მოიცადეთ, აზალი არ არის კარგად, მართლა, თვითმკვლელობა სცადა. რა თქვი? რომ ის გოგო ძალიან ნერვიულობს. სიკვდილზე უარესად. რატომ მომატყუე? რატომ მომატყუე? ხომ მეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად არის, შენ მომატყუე. რა უნდა მექნა? რომ მეთქვა სახლში მოხვიდოდით და ყველაფერი უარესად აირეოდა. წეული მციყავით ყველა. მართლა არ მინდოდა, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ცოტა დრო მომეცით.
ფიქრობ რომ ჰაზალი დათანხმდება? კი, მაგრამ ასე არა. უფრო კარგად და მშვიდად. მაშინ ისე მოიქეცი როგორც საჭიროა. ყველასთვის უარესი იქნება თუ მე ჩავერევი. მე ყველაფრისთვის ვარ მზად. მაგრამ თქვენ ჩემთვის მზად არ ხართ. ახლა შენი თავი უნდა დაივიწყო, ხაზალ. დედა მელექის გამო, ჩუმად უნდა იყო. გესმის? მაგიდასთან წამოდით. ლანგარს მოვამზადებ ჰაზალისთვის. შუქი ჩააქვრეთ რომ წახვალთ. შვილო, ადექი რამე შეჭამე, მერე კი ვილაპარაკოთ. დედა უნდა დავიძინო. ჰაზალ, შენი მდგომარეობა საერთოდ არ მომწონს. მომიყევი შვილო. გთხოვ, ქენანიც არსად არ არის, თორემ უკვე რამდენჯერ შევხვდებოდით. დედა უნდა დავიძინო. კარგი, დღესღამე რამდენიც გინდა იტირე. მაგრამ ხვალდილით ჩვენ ვილაპარაკებთ და მოვაგვარებთ ამ საქმეს. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ. კენან, რა გჭირს ძვირფასო? აქ მოდით. იქ რას აკეთებთ? მოდით აქ. სულელებო გძინავთ? კენან, შვილო, რას აკეთებ? ეჯე. ძალიან სუსტი პულსი აქვს, ახლავე სახლში უნდა შევიყვანოთ. მოდი დამეხმარე, ასე ნუ მიყურებ, შვილო. ძვირფასო, რა მოგივიდა? მადლობა. ვინმე მოკვდა? ყველაფერი ისე მშვიდად და დაძაბულად არის. თანაც მოწყენილებიც ხართ, თითქოს ვიღაც მოკვდა. შესაძლებელია ყველას გვჭირდება ეს. მით უმეტეს იმისთვის, რომ დღევანდელი დღე დავივიწყოთ. მშვიდი, წყნარი, საღამოს ვახშამი. ახლა დედამ ზრდილობიანად მითხრა, რომ გავჩუმდე? ირმაკ. წასასვლელი არსად გაქვს? სადმე წვეულებაზე. ახლა კი ჩემმა ძმამ ზრდილობიანად მითხრა გაეთრიო. ირმაკ, საყვარელო. კარგი, მივდივარ. მაინც იმდენად ახალგაზრდა ვარ, რომ ამ სიჩუმეს ვერ გავუძლებ. შვილო, რა ჯიუტი აღმოჩნდი. არ გითხარი დღეს სახლში არ წახვალ მეთქი. ბიძია, მართლა კარგად ვარ. ო, დავინახე. ოთახის გარდა კარების უკან კიდევ ერთ კაცს დავაყენებ. თავს მაინც თუ აწევ გავიგებ. არა, მაგდონემდე არ გინდათ ბიძია. მხოლოდ ასე.
მიდი, დაიძინე. გამოჯამთელდი. მადლობა. დასვენება გჭირდება. არ უნდა ადგე თუ საჭიროება არ მოითხოვს. ეს ხომ სიტყვა არ არის. ვერ ხედავ მამა შენმა კაცი დააყენა კარებთან. სად უნდა წავიდე? დაიმსახურე. ახლა კი გთხოვ, უბრალოდ დაისვენე. მუსიკასაც ჩაგირთავ. ჩამირთე. ისედაც დავწექი უკვე. არა, ეს არა. კიდევ უკან. ეს? ო, ეს. კარგი, ახლა დაისვენე. მადლობა. Seviyorum derken, hep özlüyorken, şimdi neden bana yabancısın sen? Daha dün yanımda, kollarımdaydın, boynuma sarılıp öper koklardın. Seviyorum derken, hep özlüyorken, şimdi neden bana yabancısın sen? Seni unutmaya ömrüm yeter mi? Dön desem tersine dünya döner mi? Dururum aşkına öyle düşman ki, geri dön beni sev, dön diyemem ki. Seni unutmaya ömrüm yeter mi? Dön desem tersine dünya döner mi? Vururum aşkıma öyle düşman ki, geri dön beni sev, dön diyemem ki. ასე არ გამოვა. ქენანმა უნდა მომიყვეს რაშია საქმე. აუცილებლად უნდა მომიყვეს. წარმატებები. მადლობა. ბატონო ხალი. დიახ, მე ვარ, გისმენთ. ქალბატონ ჯანას თქვენთან საუბარი სურს. თუ მან ჩემს ფეხებთან ხალხი გამოაგზავნა, მაშინ წავიდეთ. მობრძანდით. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ძმაო. შენ ხომ დამპირდი. ამიტომ ქორწილში გელოდებით. მოვალ ჩვილო, მოვალ. მაგრამ აღარ იჯიუტო. თუ რამე არ ყოფნით მითხარი. უფალმა დიდხანს გაცოცხლოს, ყველაფერი გვაქვს. ხოლო შენ გვაკლი ხარ. შენ თუ მოხვალ საკმარისი იქნება. კარგი, მოვალ. აზიზა სიტყვას გაძლევ. შენ კი დაწექი და დაისვენე. ხანდახან ყურმელიც აიღრო დაგირეკავ.
დედამელეკ როგორ ხარ? ღმერთმა გნას რომ კარგად. ვინ იყო? ვინ? ვინც ახლა წავიდა? მანქანაში? ძმა აზიზი და მისი ქალიშვილი. ანუ შემთხვევით გავისანი, რომ მოგიყვეთ არ დაიჯერებთ. ჩემს გარდაცვლილ მამას იცნობენ. რატომ მოვიდნენ? იმაზე. ჩემს გარდაცვლილ მამას ხომ იცნობენ და შემოგვიარეს. ვისყედით, ვილაპარაკეთ. მერე გაგაცნობთ, ხორცილში დავპატიჟე. თქვა რომ მოვა. აზიზამ სიტყვა მომცა. კარგი ადამიანია. რა იყო? წნევა დაგივარდა? დედა, წამოდი, კარგად ხარ? არა, კარგად ვარ. საქმეები მაქვს, შევხვდებით. აზალი სახლშია? სახლშია, შენ მიდი, მეც მოვალ. კარგად ხარ? მამა, ფრთხილად იყავი, მამა. შვილო, კარგად ხარ? ესაც უნდა გადამხდენოდა თავს. ჯობდა მომეკალი ვიდრე ცოლად გამოყოლოდი. ჩემი შვილიც აქ ჩამარხე და წახვედი აზიზ. არ მოგცემ იმის უფლებას რომ მოგვიახლოვდე. არ მოგცემ ამის უფლებას. მამა, მიდი ყურმელი აიღე. მიპასუხე. ებრუ. კენან? აზალი სად არის? წავიდა. წავიდა? მერე საწავიდა? ბაზარში რაღაცეები უნდა იყიდოს. მერტო ჩემო. რაღაც პრობლემები არა? მაგალითად რა? როგორ თუ მაგალითად რა, როცა ვრეკავანს ძინავს, ან მისი ხმა ყინულივით არის. ურეკავდი, როცა მოვიდოდი და კათიშვილი ჰქონდა. არაფერი არ ხდება? დარწმუნებული ვარ. არა, შენ ხო არ იცი, მგონი ტელეფონი დაეკარგა თუ მოპარეს. რატომ არ მითხარი აქამდე? რატომ არ დამირეკე? იმდენი საქმე იყო, სულ დაგვავიწყდა. ახლა მასთან მივდივარ, ვეტყვი რომ დაგირეკოს. ისევ დარეკვა არ მაიზულო, უთხარი რომ სახლში მივდივარ და იქ მოვიდეს. კარგი, ვეტყვი. არ დაგავიწყდეს. კარგი, არ დამოვიწყდება. ქალბატონო ჯანან, ბატონი ჰალილი მობძანდა. მოვიდეს. გამარჯობა ქალბატონო ჯანან. გაგახსენდით? ჰალილი ვარ. წლების განმავლობაში თქვენს გარდაცვლილ ქმართან მუშაობდი, ბატონ ტარიქთან. კარგი ადამიანი იყო. კი, გამახსენდით. კარგი. ეგრევე საქმეზე გადავალ ბატონო ჰალილ. რა თქმა უნდა, თქვენი დრო ძვირფასია. შენი ქალიშვილით წაიყვანე და აქედან გაემგზავრე.
იმდენ ფულს მოგცემთ, რომ წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თავარია შენი ქალიშვილი და შენ აქედან წახვიდეთ. ასე როგორ შეიძლება, ქალბატონო ჯანან? როგორც თქვენი ოჯახის წევრი მოვედი, ვიფიქრე, რომ სასტუმროს დირექტორად დამნიშნავდით. ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევით. ქალბატონო ჯანან, მაინც ერთი ოჯახი ვართ. დამცინი? არა, სერიოზულად ვამბობ. ჩემი ქალიშვილი თქვენი რძალი გახდება. მომისმინეთ. ეს თქვენ მომისმინეთ, ქალბატონო ჯანან, თქვენი ვაჟი ჩემს ქალიშვილს. არასწორად გამიგეთ. საერთოდ ვერ გაგიგეთ. თავი ისე მოგაჩვენეთ, თითქოს არც გამიგია თქვენი შემოთავაზება. ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ ეს ჟურნალისტები ისინი დღე და ღამე რომ დაგზდებენ. მხოლოდ ერთი ზარია საკმარისი. ემრიელად მიირთვით. ვურავ. შეხედე რა პრობლემები შეგვიქმენი. შეხედე რა მდგომარეობაში ჩავვარდი. კარგი, გავიგე ბატონო ქემალ. კარგი. კარგი, მადლობა. რა ხდება ისევ? დედა. კომპანიიდან თანხის გამოტანა მიგრძალა. მე საიდან მოვიდა ნამდვილ ფულს? გამოდის რომ იმ საქმეს უნდა შეუერთდე კუნძულს რომ ეხება. პირველი გადატანისთვის ფული ისედაც გვაქვს. მერე კი გამოიმუშავებ. მგონი რისკზე წასვლა ღირს. ჩემთვის სულ ერთია. რაც იქნება, ის იქნება. ისმენ ჯუნეი. კუნძულის საქმეს უერთდებით. სანდო ხალხი იპოვე ჩემთვის. აზიის ტოპრაკის საქმესავით რომ არ გამოვიდეს. ნამდვილი სანდო ხალხი იპოვე. დავიწყოთ. წარმატებები. კენან, მობრძანდი. როგორ ჩაიარა შენ მაღამე? როგორღაც ჩაიარა. რა ხდება? ხედავ მზადება გაქვს. არა. არა. მისმინე. ჩემს ცხოვრებას ავაშენე. მეფეები გავხდებით. მეფეები. შენ რა? გათამაშებაში მოიგე? რაღაც მსგავსია. მერთ მაქნას. რა მოგივიდა ბატონო კენან? ღამემ შედეგიანად ჩაიარა? რა თქმა უნდა. შენ ხომ უცოლო ცხოვრებას ემშვიდობები? მესროდნენ ძმა, მესროდნენ. რა? როგორ თუ გესროდნენ? სადაც როლა იყო, იქ ვიმყოფებოდი. გრძელი ამბავია. როგორ თუ გესროდნენ, შვილო? აიწიე, უნდა ვნახო. აიწიე, მეთქი ნახვა მინდა. აიწიე, აიწიე. მართლაც დაჭრილი ხარ. დამშვიდი. მოდი აქ დაჯექი. დამშვიდი. დაჯექი რო გეუბნები. ვინ არის აზიზი? გეკითხები აზიზი ვინ არის? ნუყვირი ხარ, მოყვები. აზიზ ტოპრაკი. მან საბერძნეთიდან ჩემი ნავი წამოიყვანა. ჩვენი გარდაცვლილი მამის ძველი მეგობარია. საჭირო ჩათვალა რომ ნავი უნდა დაებრუნებინა ჩემთვის. მე კი მადლობის ნიშნად ნავსადგომისკენ წამოვიყვანე. ვიღაცა კაცმა სროლა დაიწყო. დასახმარებლად გავიქეცი. სულელი ხარ. სადაც სროლა იყო, იქ რატომ გაიქეცი? აბა რა უნდა მექნა? უნდა დამეშო რომ მისთვის ესროლად. მისი სიცოცხლე შენსაზე ძვირფასი არ არის. შვილო, შვილო. შეიძლება მომკვდარიყავი. შეიძლება მომკვდარიყავი, მაგრამ არ მოკვდი, კარგად ვარ. კარგად უნდა იყო. არაფერი არ უნდა დაგემართოს.
შენს გარდა ვინ მყავს? მე ვინ მყავს შენს გარდა შვილო? შენს გარდა არავინ მყავს ბიჭო. არავინ არ მყავს. მამა, ებრუ, აზალი ვერ იპოვე? არა. ყველგან ნახე, არსად არ არის. სად უნდა წასულიყო? ისევ რაღაცას უზამს თავის თავს. არ ვიცი. მომერთო. მამა, ის მეუბნებოდა რომ პოლიციაში უნდა წასვლა და საჩივრის დაწერა. ამას არ იზამს. თუ იზამს, თუ მოინდომა იზამს. ჭიანდაბა. კარგი, სწრაფად წავიდეთ. სწრაფად. უნდა მიუსროთ. მე უნდა მეკუთვნოდე. ამ წამიდან მხოლოდ ჩემს თავზე ვერ ვიფიქრებ. ის უნდა გავაკეთო, რაც საჭიროა. ბოლო მოგვიღება თუ დავაგვიანებთ. ვირბინოთ. ისმენთ. კარგად ხართ? მე? რამე მოხდა? ვურალ. რა საკეთებ? რა მოხდა? არაფერი ბატონო პოლიციელა. ეს ჩემი ქალიშვილია. მოვიდა ჩვენი ახმედი ძმაო. აი ეს ის კაცია, რომელზეც გიყვებოდი. ის ერთგულია და საიდუმლოებების შენახვა იცის. ბიჭო, დებილი ხარ თუ თავსი დებილებ? ვინ არის აქ რომ მოგიყვანია? ძმაო, დამშვიდი, რა მოხდა? კიდევ მეკითხები რა მოხდა? იტყარი სანდო ადამიანი მომიყვანებთ. ეს არის სანდო ადამიანი. ახმედ სანდოა. ამ დასახლებას ისევ ის რომ როგორც საკუთარ ხუთიც. ეს საბავშვო თამაში გონიათ? ძმაო, ჩემთან პრობლემა გაქვს? მიდი, ილაპარაკე. ძმაო, ჯუნეთ. ახმედ მაპატიე, ეს კაცი ნაძირალა აღმოჩნდა. ეს არის ის, ვისთანაც საქმეზე შეთანხმდი. არა ძმაო, არა. ეს მხოლოდ მისი მარჯვენა ხელია. ვინ არის მისი უფროსი? რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის მისი უფროსი, ბიჭო? დემიროღლუ. სინან დემიროღლუ. დემიროღლუ. კენანი ქვია. მეთევზეა. ილდირში დაიბადა. დედა ძალიან დიდი ხნის წინ წავიდა სახლიდან. რამოდენიმე წლის წინ კი მამა გარდაეცვალა. ძმა ყავს ავადმყოფია, ერთი ფეხით. მასთან ერთად ცხოვრობს. ქალაქში ძალიან უყვარდა პატივსცემენ მაგ ოჯახს. გალბატონ ჰაზარს ბავშვობიდან იცნობს. ქალაქში ყველამ იცის, რომ ერთმანეთი უყვარდა და ქორწინებას აპირებენ, მაგრამ გალბატონი ჰაზალის მამა ამ ქორწინების წინააღმდეგი არის, ასევე როგორც დედამისი. კარგი, განჯერ შეგიძლია წახვიდე.
კიდევ გინდათ რამის გაგება? არა. ჯერ არა. მალე გავიცნობთ ერთმანეთს მეთევზე. შენ ამით მეუბნები, მინდი მამა მკვლელი გახდიო. ეს გინდა? მე მზად ვარ. ეს არ გავაკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მთხოვეთ. შეცდომა დაუში. გამნაშავე ვარ, რომ თქვენაირ რუტინოებს დაუჯერებ. ეს ღირსების საკითხია, შვილო. ღირსების. მოუკლავ და ყველა უკეთესად იგრძნობს თავს. ასე ნუ ამბობ, მამა, გთხოვ. არ მინდა რომ რამე მოგივიდეთ. მხოლოდ ის მინდა რომ დაისაჯოს. ჩემი გული იწვის. დღითი დღე უფრო უარესად ხვდები. და მე როგორ ვარ, შვილო? გული მისკდება. რა ვქნა, მითხარი, რა გავაკეთო? წარმოვიდგინოთ, რომ დაწერეს საჩივარი პოლიციაში და მე რა მოხდება? მე გეტყვი შემდეგ რაც მოხდება. ისინი მდიდრები არიან, შვილო. მათ არაფერი არ დაემართება. მაგრამ ყველა გაიგებს ამას. კარგი, მე შემაჩერეთ. კენანი? რაც არ უნდა მოხდეს, არ შეჩერდება, მოკლავს. ახალგაზრდა ბიჭი თავის სიცოცხლეს ციხეში გაატარებს. ჰაზალ, ხომ გეუბნებოდი? ამ ხალხს იმ ჰაერის ყიდვად შეუძლიათ, რომელიც ჯერ არ შეგვისუნთქავს. იცით რა რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის მოყოლა? ცხვენია. უძლური ვარ. თქვენ მეტყვით. მეტყვით რაც უნდა გავაკეთო. ეს ერთადერთი გამოსავალია. ურალს ცოლად უნდა გახვე. სხვა გამოსავალი არ არის. ან სისხლი, ან თავისუფლება. საიდ, იმას გავაკეთებ, რაც საჭიროა. ეს არანორმალური ისევ რაღაცას იზამს. ჰაზალ. Efendim? გისმენთ? ჰაზალი ვარ. ჰაზა? Gülüm. ეს რა ნომერია? Numara ne? Yoksa yeni ev სახლის numarası? ნომერია? ახალ სახლში ვარ, მოდი.
Tamam geliyorum. Kargi, moğol, kargat ha? Alo. Alo. ვეძახდი ძმაო. ბატონ ვურალს პატარა თხოვნა აქვს. ვიბრძანოს ბატონმა ვურალმა ძმაო. ილდირში არის 1 მეტრზე, ქენანი ქვია. ბატონ ვურალს ძალიან უშლის ხერს, უნდა გავაქროთ. რაც შეიძლება სწრაფად. ჩათვალე რომ აღარ არის. არანაირი ხმაური. ჩუმად უნდა ჩაიაროს. ისე რომ ერთი ხმაც არ გავიდეს. ნუღელავ ძმაო და ბატონმა ვურალმაც არ ინერვიულოს ამაზე. ჩათვალე რომ ეს მეთევზე მკვდარია. არა. Hazal. რა მოხდა? სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეთქომის მიერ.